თებში წალენჯიხის ცენტრში მოსახლეობა არის, მოქალაქეები არიან შეკრებილი, ისინი ზუგდიდში პოლიტიკურ ცენტრში უწყლოდ ჯარს უერთდებიან, სანამ ზუგდიდში ჩავლენ ქალაქის ცენტრში წალენჯიხის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და შეძახილებით მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შემოუერთდნენ ცოცხალ ჯარს. მოთხოვნები ერთი თვიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად არის უცვლელი, ხელისუფლება მოსახლეობის ეს მოთხოვნები ჯერჯერობით არ შეისმინა მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მთლიანად მთელი საქართველო არის დღეს ერთ აზრზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გადადგეს, ჯერჯერობით ქართული ოცნების ხელისუფლება მოსახლეობის ამ მოთხოვნას ყურადაც არ იღებს. ეხლა თქვენ ხედავთ წალენჯიხის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას, სადაც აქციის მონაწილეები, ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ისინი დღეს თვითდინებით დაირაზმონ ზუგდიდისკენ, პოლიტიკური ცენტრისკენ, სადაც შემოუერთდება ცოცხალ ჯაჭვს წალენჯიხა, ასევე ჩხოროწყუ, მარტვილი და ხობი. მსვლელობა ცოცხალი ჯაჭვი დაიწყება დადიანების სასახლიდან და იქნება თავისუფლების მოედნამდე. სწორედ ეს მანძილი შეირჩა იმის გამო, რომ ესე იგი დადიანების ღირებულებები ევროპულ თავისუფლებასთან ასოცირდება ამ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს ასე პრინციპულად მოითხოვენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და ხელისუფლებამ სწორედ აიძულა ეს ადამიანები გამოიყვანა მწყობრიდან და ერთობის ჯაჭვში ევროპული მომავლის დასაცავად მწყობრში ჩაეყენებინა. მე ხა საშუალება მაქვს გავესაუბრო აქციის მონაწილეებს, ბატონო, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით დაინახეთ თუ არა საფრთხე, რომ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს სწორედ რუსულ ორბიტაზე აბრუნებს და დაუშვებს თუ არა ამას ქართველი ხალხს. დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მოკავშირე აღარ დარჩა ცივილურ სამყაროში. მათი მოკავშირეები არიან ჰეზბოლა, ჰამასი და რუსეთი, მეტი არავინ. ამ დროს ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გამოვიდეთ ქუჩაში. ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს ერთადერთი რამით და ეს არის რიგარეში არჩევნები, ეს არის ხელახალი არჩევნები. არჩევნების გარეშე ეს იქნება გამორიცხული, ამიტომ ყველამ ხელი უნდა ჩავყიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აი რას ფიქრობთ? აი ზუსტად ქართველი ხალხის ესე ერთსულოვნად დარაზმა იქნება თუ არა შედეგი, რომ უარი ეთქვას რუსეთს და უარი ეთქვას იმ ხელისუფლებას, რომელმაც ყველა მექანიზმი გამოიყენა იმისთვის და განაცხადა, რომ მათი განზრახვა არის არა ევროპული გზისკენ სვლა, არამედ რუსეთში ისევ დაბრუნება. წალენჯიხი არის ერთადერთი გამორჩეული ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, რომელმაც გამარჯვება მოიტანა, რომელიც იქნება გადამდები და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის დავდგებით ხალხის მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, რიგარეში არჩევნები, ეს არის გადაუდებელი პოლიტპატიმრების თავისუფლება და რაც ყველაზე მთავარია, სამეგრელო ყოველთვის დგას და იდგება ევროპული ღირებულებების ჯაჭვში. ამიტომ ეს არის ჩვენი ჯავშანი და საქართველოს გაუმარჯოს. სად მივდივართ? ევროპაში. სად მივდივართ? კიდევ ერთი აქციის მონაწილე, რომელთანაც გვაქვს ახლა საშუალება გავესაუბროთ. მე როგორც ვიცით, ხართ პედაგოგი. და ვალდებულება, აი მოქალაქეობრივი არის თქვენი, რომელთაც თქვენ მოსახლეობას მოუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ამ ცოცხალ ჯარს, რა გინდათ ამით უთხრათ ხელისუფლებას? ჩვენ ამით გვინდა ხელისუფლებას უთხრათ, რომ ჩვენ არ დავიღლებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის, ევროატლანტიკური სივრცის დასაბრუნებლად, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას ისევ არ მოუწიოს წლების შემდეგ ქუჩაში დგომა, მთელი ჩემი ცხოვრება ქუჩაში მაქვს გატარებული აქციებზე. ბატონ ალბერტ, ასევე გადმოვალ შეკითხვით თქვენთან, გუშინ თქვენ ნახეთ წალენჯიხის ცენტრში ქართულმა ოცნებამ ჩამოიყვანა ის ტიტუშკები, რომლებიც რუსთაველზე ახალგაზრდებს, სტუდენტებს მოსახლეობას ხვირპირს უნგრევდნენ. ჩამოიყვანა, იმიტომ რომ საახალწლო კონცერტი ჩაეტარებინათ. მოსახლეობა იყო წინააღმდეგი, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში არის რთული პოლიტიკური კრიზისი. გამოსავალს რაში ხედავთ? ამის თაობაზე დაგიდასტურებ იმას, რომ წალენჯიხელები არ გამოსულან გუშინ კონცერტზე, გააპროტესტეს და აი იყვნენ ჩამოსულები ზუგდიდიდან,
ჭყოროწყუდან აიპის მერიის თანამშრომლები ყავდა ჩამოყვანილი. დღეს ჩვენ აქ ვიცავთ ევროპას, საქართველოს მომავალს ევროპისკენ და ყველანი ერთად დავიცეთ ამას ბოლომდე. ასევე კიდევ ერთი აქციის მონაწილე მე ვიცი რომ თქვენ მიუხედავად ასეთი ძლიერი წვიმისა და უამინდობისა დღეს მიდიხართ ზუგდიდში რომ შეუერთდეთ უწყვეტ ჯაზს. თავარი მოთხოვნა რა არის თქვენი და რამდენად პრინციპული არის მოსახლეობა, რამდენად შეძლებთ რომ გამარჯვებამდე იყოთ ერთიანი და შექმნათ ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი. საქართველოში ისტორია დაიწერა გაუტეხლობის, შეუგუებლობის, თავდადების და მე როგორც დედა, მასწავლებელი და მოქალაქე ვარ ღრმად დარწმუნებული რომ ჩვენს უჭკვიანეს, უსუფთავეს შვილებს მომავალს ვერანაირად წაართმევენ. ჩვენი სახლი ევროპაშია და ეს აუცილებლად დადგება, გამარჯვებით დაგვირგვინდება, რა დროს დაღლა სამშობლო უპირველეს ყოვლისა. თქვენ ხედავთ ეხლა მოქალაქეების განწყობას, იმ მოქალაქეების, რომლებიც მიუხედავად ასეთი ძლიერი წვიმისა, ემზადებიან რომ ზუგდიდში უწყვეტ ჯაჭვში ჩადგნენ, მოაწყონ უწყვეტი ჯაჭვი და აქედან უთხრან სამეგრელოდან უთხრან ხელისუფლებას რომ არ დაუთმობენ ევროპულ მომავალს გადაუხვიონ, არ დაუთმობენ რომ ქვეყანა ოკუპანტ რუსეთში დააბრუნონ. წალენჯი ხარის ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, სადაც არის კოალიციური, ოპოზიციური ხელისუფლება და უწყვეტი მთელი თვის განმავლობაში უწყვეტი აქციებში იყო ჩართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის გვერდით იდგა. დღეს აქ არიან პედაგოგები, არიან ექიმები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებენ ასევე თანამოქალაქეებს, მოუწოდებენ მოსახლეობის დიდ ნაწილს სტუდენტებს, რომ დღეს წყდება საქართველოს ბედი და ხელისუფლებას არ უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ საქართველოს რეგრესი განავითარონ, საქართველოს დააბრუნონ რუსულ სივრცეში და ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება. ეს აქვთ გაცნობიერებული, ამიტომ დღეს ერთ მუშტად, ერთ სულოვნებით შეკრული წალენჯიხა პოლიტიკურ ცენტრში ზუგდიდში უწყვეტ ჯაზს რამდენიმე წუთში შეუერთდება.